თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯებენ აჭყვებიან პროევროპული აქციების მონაწილე ანრი კვარაცხელია პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე პატიმრის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა. ბრალდების მხარე კვარაცხელიას პატიმრობაში დატოვებას ადვოკატი ლაშა ცუცქრიძე კი პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა. 26 წლის ანრი კვარაცხელია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლისთვის ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან. სხდომაზე მოწმის სტატუსით სახანძრო ექსპერტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი დეტექტივი გამოიკითხა. დეტექტივ ალექსანდრე სიონიძის თქმით, მან კვარაცხელია ფოტოზე ამოიცნო, თუმცა ადვოკატის კითხვაზე ჩანს თუ არა ფოტოზე რომ კვარაცხელიას ხელში მოლოტოვის კოქტეილი უჭირავს, დეტექტივმა უარყოფითად უპასუხა. საქმის ფურცელი ტომი 1 ტომია სავარაუდოდ. საქმის ფურცელი 50, 51, აი 52, 52, 53, 54. ფერადი ფოტო იყო თუ შავთეთრი, ხო არ გახსოვთ? ორივე სახის. აი ეს ფოტოები იყო 52 გვერდზე, აი ეს ფოტოები იყო. გაგახსენდა? სადაც კარგად ჩანს ადამიანი, ხო ეს? სამი ფოტო იყო გამოკითხვაში ამას აღნიშნა. ხოლმე სამი ფოტო წარმოგიდგინეს, ხო? ორიენტირება. მეტი სხვა მასალა არ ყოფილა. ვიდეოც ხო? კი არა, ფოტოზე ვეკითხე. ფოტო. ვიდეო იყო ამავდროულად ამსახველი, სადაც იყო ასახული ეს ადამიანი ამ ფორმით, ხო, რაც ფოტოზეა. რაღაც მომენტში იყო, რაღაც მომენტში პირბადე ეკეთა, პირბადე როცა მოიხსნა, ამის საფუძველზე უკვე დადგინდა კი ბატონო. გასაგები. გარდა ამ სამი ფოტოსი და იმ ერთი ვიდეოსა, სადაც აი ეს ფოტოები ამოჭრილია სავარაუდოდ. სხვა ვიდეო ხო არ წარმოუდგენიათ რაიმე თქვენ? არა, მე ამენა. არა, და ბოლო კითხვა მექნება ამ თემასთან დაკავშირებით და დავასრულებ. აი ამ ფოტოში რაც ნახეთ და ვიდეოში, ანზორ კვარაცხელიას ხელში უჭირავს რაიმე საგანი ბოთლის მაგვარი? მე მხოლოდ პირველ გაგახსენეთ თან. თუ არ გიგებთ? მე უბრალოდ ვიდეო რაც ვნახე და სურათი მხოლოდ სახის მონაცემები ჩანს. სხვა დეტალს ვერ ვაზუსტებ ბატონო. ანზორ კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა იმუქრება.